მადლობას გადავხდი ყველა ინკოგნიტოს, აქ უამრავი თაობა ამოსული. მინდა აღნიშნო ისიც, რომ წელს განსაკუთრებული საკურსოები გავაკეთეთ, როგორც გითხარით, ბარსელონიდან ჩამოვიტანეთ პატარა საქართველო ბარსელონაში, მილანიდან ჩამოვიტანეთ პატარა საქართველო მილანში და ქონდა ერთი სამედიცინო სფეროზე გადაღებული საკურსო, ნამუშევარი დიმიტრი. შენ? მე ეს ფილმი გავაკეთე, რომ გადავსვეყავ შემდეგ კურსზე ევროპულ სკოლაში. ეს იყო ჩემი პერსონალური პროექტი და გადავიღე მედიალური ფილმი და ავხსენი რა ხდებოდა და რატო იყო ის საჭირო. საოცარი ინტერესი იყო ჩემში თვითონ, რომ ძალიან ბევრ ისეთ ადგილას, სისხლის ბანკში, ძალიან ბევრგან მომიწია შეხვდა. ფილმი იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ აი მე თვითონ ემოციებით დავშიჩო კომერციულ სკოლებთანაც თანამშრომლობ და ძალიან ბევრ კარგ პროექტს ვაკეთებ და ბატონტარი თუ არ შეგაწუხებთ თქვენ გააცილოთ და დაამშვენოთ მათი წარმატების გზა. თუ არ შეგაწუხებთ. Ay, dale. Mentalobas აქვს საქმეში. Mentalobas უნდა მოიპოვოს უფრო საქართველოს შესაძლებლობა. არა საქართველოს. ისე როგორც საქართველოს. უმეტესი მადლობა ბატონტარიო, თქვენს მიერ გაცილებული ბავშვები ძალიან კარგ გზას დაადგებიან აუცილებლად. და მე მინდა სცენაზე მოვიწვიო, ეხლა გამოვაცხადო, როდესაც მინდა ჯერი წარმატებულ კურსდამთავრებულებზე, მე რაღაცა წარმატებულ კურსდამთავრებულად, ჩემი საოცარი გოგო შემარჩია, საკუთარი შვილი და რატომ იცით? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თუ ინკოგნიტო დღეს წარმატებული არის ჩემი ნინის დამსახურება, რომ ნინი იყო ხუთი წლის, როდესაც მე მას ნინი შესაძლებელი თქვენისას და ის მეხმარებოდა მე გადაღებებზე რომ მიდედი ნინიკო სიტყვები და მოდი ნინი აი ნინის წარმატების სიგელები არის გავაგებული უკან და მოდი ნინი ესე დავაანონსოთ ნინი იქნება ერთ-ერთი რომელსაც ბარსელონაში გაუშვებ და ხელმძღვანელებს ინკოგნიტოს ფილიალს ძალიან მალე აი ეს თვის ბოლოს უკვე ემგზავრება და მე ვფიქრობ რომ წარმატებული იქნება მისი წავეწყება ნინი მოდი შემოსაუბრეთ მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან მიხარია მე გასაგებსაც დანახვა რატომ გადასწრაფად მშვიდობა და მიდოდონის საფრთხების თემათა მილოცა ბოდიში თავზე მაგრამ დაწყებულა რომ ნახავს მილოცავს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელი ძალიან პროცესის გამო პირველ რიგში მილოცავ და მოგზარ ყველაფერს აუკეთესოს გასვლა ჩემი მეოთხე კურსი ყურებდი ახლა როგორ აცილებდნენ უმეტეს ემოციური იყო, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ მგზავრმა განაცხადა და დამოჯილდოვა ესე ვთქვათ საბოლოო სერტიფიკატი. რაც შეეხება დანარჩენს მინდა მივუწევ ჩემს დედიკოს და თქვენთვის მასწავლებელს და ჩემთვისაც ბევრის მასწავლებელს მაინოს 30 წლის იუბილე იმპოს. მოდი ტექსტი ამჭირდება, ცოტა მიჭერია. მე თავისი შვილია. მინდა რომ გითხრათ რომ მართლა ვამაყობ ინკოგნიტოელი ვარ, რომ მანჩაშვილი ვარ და გმირი დედა ხარ დედა. მადლობა დიდი. მიხარია აფსენაზე თქვა, მიხარია რომ ესპანეთში უნდა გავიტანო ინკოგნიტოს სახელი და გავაგრძელო და ჩემს საქმიანობა გაამაგრა. აუცილებლად მამაკაცი ვიცი ნაკედა. ხო, ვოცავთ, გისურვებთ რომ ყველა იცოდეთ მართლა რა არის ინკოგნიტო და მანჩესთან ურთიერთობა. ყველამ გამოცადოთ ის ემოციები, რაც არის ინკოგნიტოელებთან ერთად მოგზაურობა და გისურვებთ წარმატებებს. ეხლა დედამ, რა ვიცი, ყველაფერს საათებით ვარ, როგორც ჩვენ თქვათ, გაიხიმეთ. კიდევ ერთი საღამო კოჩკი. უგმესი ვარ. სხვადასხვა თუ რამე არის წარმატება, ეს არის ალბათ ეს ურთიერთობა პირველ რიგში დედისა და შვილის ურთიერთობა და ეს პროფესიონალიზმი, რომელიც პროფესიონალიზმიც თუნცას სახეზეა და გამახსენდა ახლა მიზაჩევის სიტყვები, რომ მე აკვძნობ მიწას, ჩემივე მიწას, მე ვარ უფლისკენ ხელება აწოდილი, როგორ ყოფილვარ, უთქვენობისგან თურმე დაღლილი და ნამდვილად ეს არის თქვენი ერთობა, ეს არის თქვენი სიყვარული და მადლობა მანჩოს ამისთან და სიყვარულისთვის და ამისთან ეს არის კარგი პროფესიონალიზმი. წარმატებების მისურვება. იმე
იმედია ნინი არის ეგოისტებს და მე მეორე საოცარი ბიჭი ყავს ნიკოლოს საოცარი ბიჭი ყავს და რომელიც იუპირეს ყოველთვის ბატონი გზარს ინგლისურად მოცავს ხოლმე და მოდი ინგლისურად მიუძე ბატონისთვის მიუხედავად იმისა რომ სასურია ისი საუკეთესო მეგობარია მესამე მაყურებელს ინგლისურად I'd say hello to all of you. And I would like to say hello, and I would like to say happy birthday to Little Hunter. So, very well. Have a great life. მოკლედ აი ესე მე აღავიწურება კალმატების სილიოს გაოცებული სახელოსაც ბატონი მიგზარი და ნიკა ერთმანეთს ჯობდებიან ხოლმე და საუბრობენ ინგლისურად ესენი მართლა საუბრობენ თუ ისე ერთობიანო და არა მართლა საუბრობენ მათემატიკაზე მოკლედ მადლობა იმისთვის უფალს დაგმერც რომ მე ასეთი კარგი შვილები ყავს